საქართველოში ჩინური და ევროპული წარმოების ელექტრომობილების გაყიდვები გააქტიურდა ბაზარზე გამოჩნდა სახელოსნოებიც, რომლებიც მეორეულ ელექტრომობილებს აღადგენენ. გარდა ამისა, უკვე თითქმის აღმოიფხვრა ნაწილების დეფიციტის პრობლემაც. როგორი შედეგები დასრულდა 2025 წელი ელექტროავტომობილების რეალიზაციის თვალსაზრისით და როგორ შეიცვალა სურათი საავტომობილო ინდუსტრიის მიმოხილვით, მარი მელიქიშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მაია, მევესალმებით ჩვენს მაყურებელს, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ სოფლიოში ელექტრომობილების რეალიზაცია წელსაც გაიზარდა არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით. ელექტრომობილების გლობალურმა გაყიდვებმა 2025 წელს 20 მილიონ ერთეულს გადააჭარბა და გასულ წელს ექსპერტებს, უпростоრად მიმდინარე წელს ექსპერტებს მოლოდინი აქვთ, რომ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც ელექტროავტომობილების ეკონომიურობა განაპირობებს. დარგის ექსპერტები გასული წლის შეცვლილ ტენდენციებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ილონ მასკის ტესლა აღარ არის მსოფლიოში ელექტრომობილების ყველაზე მსხვილი გამყიდველი და მას 2025 წელს ჩინურმა VBID-მ გადაუსწრო. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მხოლოდ ბოლო 3 თვეში გლობალურად ტესლას გაყიდვები 16%-ით შემცირდა, რაც ეხება უშუალოდ საქართველოს, აქ ყველაზე მოთხოვნადი ელექტრომობილი კვლავ ტესლაა, თუმცა დარგის ექსპერტების შეფასებით გასულ 2025 წელს ადგილობრივ ბაზარზე ჩინური და ევროპული ელექტრომობილების რეალიზაციაც გააქტიურდა. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ელექტროავტომობილების ბაზარი მზარდია, მაგალითისთვის 2025 წლის 11 თვეში ქვეყანაში 7308 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით მეტია. საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილების საშუალო ფასი კი $15000-ია. ექსპერტების შეფასებით ქვეყანაში ელექტრომობილების გაყიდვების ზრდას ხელი იმ ფაქტმა შეუწყო, რომ ბაზარზე უკვე აღარ არის დეფიციტური ელექტრომობილების ნაწილები, შესაბამისად გამოჩნდნენ სახელოსნოები, რომლებიც ამ მანქანების აღდგენას მარტივად ახერხებენ. ცხადია, რეალიზაციის ზრდისთვის დამატებითი სტიმული გახდა ელექტრომობილების დამტენების რაოდენობის ეტაპობრივად ზრდაც მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბრენდების მიმართულებით შეცვლილია ბაზარზე სიტუაციაც, ძალიან მოძლიერდნენ ჩინური ბრენდები და აკმაოდით კონკურენციას უწევენ. კონკრეტულად რომ ავიღოთ ტესლასა და BYD-ის შორის მიდის ყველაზე დიდი შეჯიბრი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ყველაზე მეტი გაყიდვები ამ წარმოებლებს აქვთ. ტესლას ჰქონდა დაახლოებით 2 მილიონამდე ელექტრომობილის გაყიდვა წინა წელს, BYD-მ 2,5 მილიონს მიუახლოვა ეს ციფრი. ასევე ძალიან მოძლიერდნენ სხვა ჩინური ბრენდებიც, რომლებიც კონკურენციას უწევენ ევროპულ ბრენდებს, ელექტროავტომობილების წარმოებლების. ევროკავშირს მოუწია დამატებითი გადასახადების შემოღება ამ საკითხისგან თავის დასაცავად, რადგან ლოკალური წარმოება უფრო დაეცვა და ასე ვთქვათ, პოპულარიზაცია გაეწია ევროპაში დამზადებული ელექტრომობილებისთვის. ტენდენციები საქართველოში რაც შეეხება წინა წელს საკმაოდ ბევრი ავტოდილერი გამოჩნდა ბაზარზე, რომლებმაც სხვადასხვა წარმოებლები შემოიყვანეს, რომელიც აქამდე არ იყო ბაზარზე ცნობილი. ძირითადად ესენი არიან ჩინური ავტომწარმოებლები, მაგრამ ევროპულმა ბრენდებმაც რამდენიმე უკვე სერიულად დაამატა და მათი გაყიდვა უკვე საქართველოში წინა წლის ბოლოდან დაიწყო. ბოლო 5 წელია ყოველწლიურად იმატებს და იმატებს მოთხოვნილება ელექტრომანქანებზე. შარშანდელი წელი მით უმეტეს კიდევ უფრო სტადი იყო, რადგან ძირითადად პრობლემა იყო ელექტრომანქანები, იმიტომ არ ჩამოყავდა ნაწილები არ იყო. ბოლო პერიოდში ტესლა რო ავიღოთ, მაგალითად ტესლაზე დიდი მოთხოვნილებაა და რატო? ანუ ბაზარზე უკვე არის სახელოსნოები, ვინც უკვე ამ ავტომობილების აღდგენას აკეთებენ, არის ნაწილები, რითიც შეიძლება ამ ავტომობილების აღდგენა, მეორადი გინდა, ახალი გინდა, ჩინური გინდა, ყველანაირი ნაწილი აბსოლუტურად არის. და თავისი ეკონომიკიდან გამომდინარე გაიზარდა ტესლაზე მოთხოვნილება. ასევე გაზრდილია მოთხოვნილება ჩინურ ელექტროავტომობილებზე, რადგან თვითონ ავტომობილები ფასში კაი ფასი არის, ვთქვათ, $20,000 შეიძლება სულ ახალი ავტომობილი იყიდო, რომელსაც რესურსის დიდი აქვს, ეგრეთ რეინჯი, ანუ გასავლელი მანძილი ერთი დამოხვრით 500-550 კილომეტრს აღწევს. რაც შეეხება ზოგადად სხვა ტიპის ავტომობილების რეალიზაციის საკითხს, საქართველოში ამ კუთხითაც ზრდის მაჩვენებლები ფიქსირდება. ავტოიმპორტიორ კომპანიებში ამბობენ, რომ მომხმარებლების უმეტესობა მანქანის შეძენის დროს უპირატესობას ამერიკულ ონლაინ ავტოაუქციონებს ანიჭებს, სადაც სასურველი ავტომობილის შეძენა უფრო ხელსაყრელ ფასად შეუძლიათ, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე. ამჟამად, როგორც კომპანიებში აღნიშნავენ, მყიდველები საშუალოდ 10-დან $15,000-მდე ღირებულების მანქანების შეძენით ინტერესდებიან. უნდა ითქვას, რომ ზოგადად მთელ
მსოფლიოში ავტოაუქციონებიდან მიღებული შემოსავლები წლიდან წლამდე მზარდია. ჯამში 2025 წელს ამ ბაზრის ზომამ 45 მილიარდ დოლარს მიაღწია. ყველა მიცის, რომ ჩამოყვანა ავტომობილის უფრო სარფიანია, გინდათ თქო გასაყიდად ჩამოიყვანო ავტომობილი, გინდათ საკუთარ ჩამოიყვანო, ყველა ვარიანტი გირჩენია, რომ შენთან ჩამოიყვანო და ნახო რა დაზიანებით არის ავტომობილი ჩამოსული, რა ნაწილებით აღადგინე, როგორი ხარისხი აღდგენილი და აქედან გამომდინარე გამოწერა პოპულარული არის. რაც შეეხება საფასო სეგმენტს, ეს საფასო სეგმენტი სულ თამაშობს, თქვათ, ეს ვერ გაიგებ როდის როგორ არის. ეხლა მაგალითად გადავხედოთ გაყიდვებს 10-დან 15,000 დოლარამდე მანქანებია უფრო პოპულარული. გაყიდვებს შევხედოთ. იყო პერიოდი, როდესაც თქვათ საშუალო ფასი იყო 20-25, მაგრამ დღეს დაწეულია ესე 10-15,000 დოლარიან მანქანებზე მოთხოვნილება. რაც შეეხება სეზონს, როდის არის კარგი ავტომობილის ყიდვა, მაინც ზაფხულში ყველაზე კაი ფასებია. ასევე ახალი წლის დღეებში არის ხოლმე ძალიან კაი ფასები ავტომობილებზე. აი 31-ში იღავენ, მაგალითად ყოველ წელს 20-25 მანქანა რო არ გაიყიდოს ხოლმე და კაი ფასში რო არ შევიძინოს, მასე წელი ჯერ არ გქონია. აქ გეტყვით იმასაც, რომ ბოლო, ანუ 2025 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოში 3.5 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს თითქმის 12%-ით აღემატება. მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში ელექტრომობილების თემას რამდენიმე წამში კვლავ დაუბრუნდებით.